შაბათს 18 ივლისს 7:09 და 10:09 გელოდებით Punchline ტრეპიის ჩაწერებზე ქალაქის თეატრში, სადაც ნებისმიერი სტუმარი შეიძლება გახდეს ჩვენი პაციენტი. ბილეთები იხილეთ ვიდეოს ქვეშ. გელოდებით! ლუთან რა გიყვარს ესე? რა გიყვარს მისაყოლებლად? ჩიპსი. ჩიპსი. ხო, ჩიპსი ძალიან ის არის სტანდარტული. ხო, ანუ კლასიკური გემოების ჭიდი. შეერასაყოლებია. მე ვაყოლებ ტკბილ რაღაცებს. მაგალითად, კი. მართლა ბიჭო? კი. ანუ შოკოლადებს? რატო? ძალიან მიყვარს. აი, ლუდი და შოკოლადის ტორტი ვისაც არ გიჭ. მე რატო ეხა დუალიპას რო ვიყო, რატო ვცდილობ, რო? მიწის თხილი და ნაყინი ძალიან თესლია. მიწის თხილი და ნაყინი ძალიან თესლია. ანუ განსხვავებით ნაყინის და შოკოლადების, ისა ლუდის და შოკოლადების მიქსისგან. ბიჭო, შოკოლადის ტორტი, წარმოიდგინე, შოკოლადის ტორტი პირში წარმოგიდგენია? აჰა. დაივიწყო ყველაფერი დავხუჭავ. დაივიწყო ყველაფერი პირში წარმოგიდგენია. დაივიწყო ყველაფერი პირში წარმოგიდგენია. წამიღო. და ერთი ნაჭერი. რამდენიმე ფენიანი შოკოლადის ტორტი. 20 კვერცხიანი შემოდის შენს პირში, შენს პატარა ბოზ პირში, შენს გასვენებულ პირში. გეხება კბილებზე. გასვენებულ პირში. იმიტომ რომ შენი პირი მანამდე გასვენებაშიო. და ანუ ჭამ ტორტს და იხო აგატკბილა რაღაცნაირად რა. ატკბილებული ხარ. და მე აყოლებ ლუს. გაიაკი. თუ ჩაი არ გაქვს? ტორტთან მისაყოლებელი პირველი ლუდი საქართველოში. მე სიგარეტს დავანებე თავისოთ შორის. 1 თვე და 2 კვირა. მე არ გიჭირს სუს ნეკაოფ რა, ანუ არ მაქვს პრობლემა. რაღაცა ჩიპსებს ჭამ. კი, მეც რო დავანებე, ძალიან ბევრი მოვიმატე მახსოვს მაშინ. 7 კილო მოვიმატე 3 წლის წინ. აჰა. მაგრამ შენ რო 7 კილოს მოვიმატებ, ესეთი პონტია რა. ანუ არა უშავს. აი შენ გაქვს, ჩემი აზრით, შენ გაქვს ესე სადღაც ჩადებული 20 კილო. რომელიც შეგიძლია გამოიყენო, ანუ კიდე 20 კილოთი მეტი რო იყო და მე მაქვს აი მაქსიმუმ 700 გრამი რა, რო კიდე მოვიმატო რა, ხვდები. ანუ ამიტომ ძალიან დიდი კატასტროფაა ეს ჩემთვის. რო ჭამამ ჩიპსებს და რაღაცებს, მე დღის განმავლობაში არაფერს არ ვჭამ, კალორიებს ვითვლი. და თან ის პრინგსის კაც უნდა გიყურებს რაღაცნაირი თვალებით, ხო? ხო, და უაშებით. და ხო ძალიან კარგ აპლიკაციას მივაგენი. რომელსაც ყველა პროდუქტზე უწერია რამდენი კალორიაა. და ეს არ არის რაღაცა ისეთი აპ. და შეგიძლია გამოიძახო ამ აპლიკაციით. რა აპლიკაციაა იქა? ეს არის ორი ნაბიჯის აპლიკაცია, ვიგებო. ვაუ. კურიერი უკვე გზაში. არა, ეს მე რა უნდა მეთქვა. არა, ნუ იცი რა არის, მე ზოგადად მომწონს რაღაცები, როცა არ არის ძვირი. ხო? თქვათ მასე. მაგალითად, ვერ ხვდები რას გულეს ხო? მაგალითად, კაიაკი. მაგალითად, ორი ნაბიჯი. მეტი და კაიაკი როცა აქციაშია ორი ნაბიჯი. და როცა შეგიძლია რომ კოდიუარი ბოსნია-ჰერცეგოვინას თამაში იწყება 15 წუთში და ორი ნაბიჯი ჩასვლა გეზარება, ორი ნაბიჯია, მაგრამ გეზარება, იმიტომ რომ ესეთი ძნერული ცხოვრება გაქვს და ამ დროს შეგიძლია რა ქნა? გამოიძახო აქციით კაიაკი და კურიერი სხვა პროდუქტები, რომლებსაც შეუძლიათ რომ დაგვასპონსორონ იდეაში, ანუ თუ ხო ხდება, თუ შოკოლადი ხართ, ხო? ან რაღაც პილმენი, არ მაქვს მე პრობლემა, შეგიძლიათ მოგწეროთ, აქ იქნება მეილი, სადაც აი აქ იქნება მეილი.
ხო და ისი რა არის? просто დღეში რა, დღეში. აი რამდენი ფული არ გენანება, რომ აი არ მენანება ეს ფული. აი 14 თეთრი დღეში გენანება? ბიჭო არა რავი, ალბათ არა. არ გენანება, ხო? აი 15 თეთრი ხო გენანება უკვე დღეში. აი 20 თეთრი მენანება. დღეში 20 თეთრი. 20 თეთრი არის ორჯერ სახში ასვლა. ხო. ლიფტით. ორჯერ სახში ვინ ადის, ანუ რაღაც. ერთხელ გამოხვედი, საღამოს აიჯვი, ანუ რა ვიცი. რას დადიხარ იქით? ასე ამნეს დადიხარ, ხო? ფეხით მაგრამ ორი ნაბიჯის აპლიკაცია. ატრაკე დღეში ღირს 14 თეთრი და დანარჩენს არაფერს არ იხდი. წლის განმავლობაში იხდი 49 ლარს და 99 თეთრს. ანუ 50 ლარიც კი არა. 50 ლარიც კი არა, ერთი თეთრი. ერთი თეთრია. ესე დაფიქრებულან კომპანიები რომ ანუ 50 ლარი რო ყოფილიყო. იმ ერთი თეთრით. მაგალითად მილიონ ადამიანს რო გამოეძახებინა. ბევრად მეც არა, ხო იცი რა. თეთრით დღეში რაც გამოდის 49 ლარი და 99 თეთრი. მაგრამ აქ თავარი ის არის, რომ punchline თერაპიის მაყურებლისთვის ორ ნაბიჯი იქნება სპეციალური შეთავაზება. გადმოიწერეთ ორი ნაბიჯის აპლიკაცია. სად არის კამერა? გადმოიწერეთ ორი ნაბიჯის აპლიკაცია. შეიყვანეთ პრომოკოდი თერაპია და ნებისმიერ შეკვეთაზე 10%-იანი ფასდაკლება გექნებათ punchline თერაპიის მაყურებლებს პრომოკოდი თერაპია, რომელიც აი აქ გამოჩნდება ახლა. საუკეთესო ხალხი ხართ. ქართულად უნდა ჩაწერეთ, ოღონდ რატომღაც. ხო, თერაპია. ხო და მესმის რომ იქრინჯებით რა ესეთ რაღაცეებზე, მაგრამ ასევე შეგახსენებთ რომ თქვენ წერთ კომენტარებს რომ ჭირიჭირ რატო იდება ის გადაცემა მე რომ მქონდეს რამე ფული ჩაგირიცხა ანუ არ გაქვს შენ ფული. ანუ არ გაქვს ფული. გაქვს ფული მომესი გიორგი ხო ხარ გიორგი ხო ხარ გიორგი. ვიტყვი გიორგი თესლი ტიპია ძალიან მაგარი ტიპია გიორგი. აი ესე ვიტყვი გადაცემა ჩამირიცხე ფული. ანუ მე მართლა ვხმარობ ორი ნაბიჯის აპლიკაციას, მაგრამ სხვა მიზნით, იმიტომ რომ მე ამინდის პროგნოზი გინდა რომ გაიგოს. არა, მე მართლა არ ვიცოდი რომ ეგეთი კარგი პირობები არსებობს გამოძახებაზე. თუ გაქვთ ორი ნაბიჯის ბარათი და ისარგებლებთ მაღაზიაში, ჩეკს არ გაძლევენ. რომ ღირსები არ ხართ. იმიტომ რომ ეს ჩეკი მე გამოჩნდება თქვენ აპლიკაციაში და მე ეგ ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ტყუილად არის ბეჭდება. მაგალითად, კაღალდი ხორის, ვინ საერთოდ ვინ უყურს, მაგრამ თუ გინდა რომ უყურო. მე ტუალეტის კაღალდსაც არ ვიყენებ. მე რაღაცა სუნი გავიგონე, მაგრამ არ მინდოდა თქვა. თვერქავ ხოლმე უბრალოდ ანასტასიას ყურთან, იმიტომ რომ ანასტასიამ სუნი გაიგონა. ეგ არის. როგორ ამბობ სუნი იგრძნო, მაგრამ სუნი მოусმინე. ჩემი სუნი ხო Spotify-ზეა რავი. მე მოусმინე ჩემს სუნს. ოკეი, უკაცრავად შეუკვეთოთ რამე. დავაი შევუკვეთოთ. ორი ნაბიჯის აპლიკაციიდან ვუკვეთავთ რამეს. კიდე შენ შევუკვეთო? გახსენი. გავხსნი ერთ წუთი. ისეთი ის არის, რა ქვია, მაგარი აპლიკაცია, რომ უნდა მოძებნა ჯერ. სადღაც იმალება სულ. აჰა. ოკეი, რას ვუკვეთავთ? მე მინდა რამეს ნექები, იმიტომ რომ დანებებული მაქვს თავი მოწევისთვის. შოკოლადი? შოკოლადი. Red Bull-ი. ცნილი კიტრი. კიტრისნელი გვაფინანსებს. კიტრისნელი. ლობიოსთან. მოიცა ის ანუ შენ რა გინდა? ბიჭო მეც რა ვისნექებზე შემოგეწილები რა. ოკეი. და შენ რას აიღებ შენ თუ შენ ეს? მე კიდე ნაყინი. ნაყინი. Oh my god, თევზი ცივად შებოლილი. ძალიან კარგი ანუ რებს იძახებ შენ. თევზი ცივად ცნილი თევზი კაპოტიც გამოიძახე და კაპოტზე დავალაგოთ. გაბა ეგ რა არის?
ეს რაღაცა სუნები რო გაიგონე. ხო, ჩემი თვერქის სუნი რო გიგო. კიტრის წნილი, თევზი. რა ხდება? ხო ხდება ეს. არაფერი, ველოდები შეკვეთას და ბაურს დეკემბერში. რა? მართლა? My god. ანუ უკვე გებს გავარ. მიმართვა ანასტასიას ქმარს. ძმაო, გვაცდი ერთი წელი ისე მუშაობას, რომ ანუ გადავაბათ ცოტა ხანი, რომ ვიმუშაოთ. ძლივს ორმა ნაბიჯმა რაღაც ხელშეკრულება გამოგვიგზავნა. სპონსორი რო გვეჭითება, ის ვიძახებთ ანასტასია რომ მიდის სახში, ის რა ქვია, ანასტასიას ქმარი რაღაც მასე ტრუსებში ხვდება და მე დაგასპონსორო რა. შუქებს აკრობს ესე და ანუ სინამდვილეში, ხო, მე ყველაზე კარგად ეგ გამომდის და რა სხვა რა გითხრათ. ასე კარგად ბავშვების კეთება გამოდის. ხო. მიყვარს რა ვქნა. ანუ ტაში მეგობრებო. აი, უყვარს და რა. არა, всё შეკვეთილია. ხო, всё დავაბოლო. ჩაჩავას სამშობიაროს მაყურებელსაც იმას ვქნათ რა. ჩაჩავა თუ რომელი სამშობიარო? პინეო, მე მშობიარო პინეო. იქ რო არის კაცო კოსტავაზე. ეგ ჩაჩავა? მიყვარს და რა ვქნა? მე სხვადასხვა მე შევხვდი ჩემ შემთხვევით შევხვდი ჩემ მეან გინეკოლოგთან. ანუ ქუჩაში შევხვდეთ და მეან გინეკოლოგი მიმდინარეობა არის გინეკოლოგიის როგორც იცი მეან მართლა იგი მეც ის მეგონა ხუმრობა თავიდან რა მეან გინეკოლოგი რა არის და არაფერი კავშირი რა აქვს მეკთან მეანექტანი მაგალითად ხო მართლა ანუ anyway და მე ვუთხარი რომ ეს მისი ბრალია მენსტრუაცია მანდედამნოვის მეანსტრუაცია იყო თავიდან და მე ამოაგდეს მე მეგონა რომ ეს მენ ანუ იმიტომ რომ კაცების არ აქვს და მენსტრუაცია ხო ქუჩაში შევხვდი ვუთხარი რომ ეს მისი ბრალია რომ მე მე-13 ვარ ორსულად და თქვა რომ ზუსტად ეგ ანასტასია თუ შეიძლება ესე ხმა მაღლა არის თქვი არსატო მარტო ჩვენში დარჩეთ ანუ უბრალოდ მოვილაპარაკეთ ვიდეო ისე დამრჩაო თუ არა უბრალოდ ძალიან მიყვარს და ძალიან მიყვარს ეს პროცესი ანუ მშობიარობის პროცესი ძალიან მიყვარს მართლა აი ძალიან ველოდები ახლა დეკემბერს და ვიცი რომ იქნება ანუ აბერ გეტყვი შობიარობის პროცესი როგორ გიყვარს არ ვიცი რაღაცნაირად გრძნობ რომ სუპერ ძალა მაქვს რაღაცნაირად რომ აი რომ ცხოვრებას ქმნი აი ზუსტად მასე რომ აი და ხო აი მოკლედ რაღაცა მე იცით რა გეტყვი ყველაზე აგრესიული ცხოვრების შექმნა ოდესმე აი ოდესმე კი გავაჩენ ოდესმე უეჭველი ვთქვი თუ გაჩენ მაშინ წყალში გაჩენ იმიტომ რომ მე წყალში ვიმშობიარე მართლა და მე წყალში არ ვაჩენ მაგრამ კაი არა იცი რა ჩემმა ეკიმა რომ მე არასდროს არ ბავშვს არ გამიჩენიაო და მაგრამ მქონდა იმაში ერთი ორი ყლე მომ მაგრამ მაინტერესებდა როგორ შეგრძნება და ტრაქში თოჯინა აინტერესებდა Vaide kaže, vetki. Moment ro davorsul. Ay, რაღაცა. აი მე არ ვორსულდები და. მე კენჩები იმაში. კენჩები ტრაქში. რა მნიშვნელობა. ტიპს ტრაქში კენჩები აქვს. მე კარტულად როგორ არის მოკლედ და როცა ძალიან ტკევილები გაქვს საჭირო რომ წყალში დაჯდე და წყალში ყველანაირი კუნთი მოდუნდება და ძალიან კარგად გრძნობს
ანუ ხალხი ბორდიულია ჩვენს შვილებს. სადგომია თავი. რა აუზში თავარია არა ტროტუარზე. შობიარობა ორივე ჯარიმა გექნება. თუ შობიარობა გირთულდება ჯაკუსში ჩაწები. მართლა. ზაღლი რო იღებ შობიარობას. Oh my god. არა, იცით რა მე? ციტებს რო გამოყოთ. ძალიან ბევრი ლიფსიტას. აი ესე ღარიბებზეც ვიხუმროთ. ყველას ვიხუმროთ, მაგრამ პრობლემაა. მოსაწულებელი კიდევ ბევრია. არა, გადასაკიდებელი. რას უნდა გადავაკიდოთ? აი გოჩი. აუ ვერა გიხსნი ხა. სიგარეტს. მაგალითად სიგარეტს. კაი, ხარ გადავიდეთ იმის ნაწილზე რა ქვია. კურიერი უკვე გზაშია. კურიერი სწორად თქვი? პატარა ელექტროშოკი გაქვთ. გადავიდეთ უმამის ნაწილზე. დავიწყოთ გადაცემა მეგობრებო. თაში დავუკარით ერთი ისო. გამარჯობა. შენი სახელი? დათო. მუშაობ შენი მიკროფონი? კი ხო? კი. კაი, არი ნერვიულო დათო. დათო ეს კაიაკი შენი. ეს არის კაიაკი შენი. გახსენი? ორი ნაბიჯი. არა პრობლემა. მაქვს მეც აპლიკაცია. ოღონდ აქვს აპლიკაცია. არ ვიძახებ ხომ? კი მაქვს. ხო და ანუ 10 თერაპია პრომოკოდი და 10%-ით. 10%-ით. არა, ცოტა რა. არა, ცოტა რა. ანუ იმენა 7 არ არის 10. ჰა? 10 ვინა 10-ია. 10-ია. არც 8. არც ოპერე 10-იანზე. 10 სახელი? დათო. ნუ ერთი 5 ჯერ ვკითხოთ. არა უშავს. და ორი ნაბიჯი. კაი მიდი. მე თქვი დათო. როგორ? მე მქვია დათო. შენ მქვია დათო. დათო. ხო, ნუ 23 წლის ვარ. 23 წლის ხარ. და მეტი არაფერი ჩამწეს. ხო, მუშაობ, ვარ პროგრამისტი, მონაცემთა ინჟინერი, ეგრე მქვია. და რამდენი გაქვს ხელფასი? ანუ ხალხი ადრე ინჟინრები ჰესებს აშენებდნენ. თქვენ მე მგონი არ უნდა დაუძახოთ თქვენ თავს ეგ რა. ბოდიში. არ თქვენია რაღაც მომჩე. რა რის ინჟინერი ხარ? რა ჩემი? კიდეს რო აკირე. ანუ ენგურჰესის ნანახი გაქვს? მართლა ენგურჰესის ნანახი გაქვს? კი, იქ თხოვ. აი ეგ აშენე, იქ თხოვ. სკერზე რო აკვანიდოს. ეგ ვარსკვლავი ჭუნა ხარ ხო? რა არის შენი პრობლემა? ხო, მაგის გარდა. ბევრი რაღაცა იყო და ერთი ავარჩიე. ბოლო დროს დავაკვირდი და ნუ აქამდე თქონა, მაგრამ ალბათ გავიაზრე ბოლო დროს, რომ უარის თქმა მიჭერს ხოლმე რაღაცებზე. ეს ტესლი პარტი იხოდება. პალი გამწოდო. ჩაკრე ჯუქები. კომრობა იყო. ხო. ოკეი. და ნუ მაგის მე რო აკეთებ ისეთ რაღაცას. აი ეგ. ყველანაირი ადამიანისთვის. კაი, ეს იყო ხუმრობა. მეორე. მეორე. და ბოლო ალბათ. კაი, პრობლემა შენი არის რომ უარეს მაგის. ნუ მაგის გამო, როცა მეზარება რაღაცები არ მინდა, ნუ ზოგჯერ ვაკეთებ ხოლმე. იმიტომ რომ სხვა ადამიანებს უნდათ ეს. არ მინდა გავუტეხო და ხო. ნუ ორი ფაქტორია, ან fear of missing out ერთი, ან მეორე რომ უბრალოდ არ გავუტეხო. მე 23 წლის რო ხარ და fear of missing out გაქვს რა კარგია. მე ახლა მაქვს joy of missing out. ანუ რაღაცაში რო არ წავედი და ვაი მე რა კარგია, oh my god. რაღაც ეგრე. შენ ხო ძალიან ექსტროვერტი ხარ. ხო, მაგრამ ხანდახან ზედმეტიც არის, ანუ რომ ხანდახან ფიქრობ რომ საჭირო სადმე წასვლა, იმიტომ რომ არ გინდა რომ ეს ადამიანი არ შეაწუხო ან რაღაცა რომ უარის თქმა მეც ძალიან მიჭირს. და ხანდახან რამე რო არ გამომდის, ანუ მე კი არა, ანუ რაღაცა რო არ გამოსდის და არ მიდიხარ და სახში რჩები და რაღაცა შენთვის აკეთებ ძალიან სასიამოვნოა. ხო, მაგრამ ჩემთან კიდე მეორე ფაქტორი არის, რომ ზოგჯერ როცა პირდაპირ უარის თქმა მეზარება, მე ვიფიქრებ მიზეზებს. ცუდ არ გამოდის კაი მიზეზები, ან ვიფაქტები, ან ცუდი ტყუილია. მაგალითად, იმედი აქ არ არის. თერაპიაზე რო დავდიოდი, ნუ რამდენიმე სესიის მერე აღარ მინდოდა სიარული. მაგრამ პირდაპირ ვერ ვუთხარი
მოვიფიქრე ესეთი რაღაცა რომ ქვეყნიდან გადავდივარ საცხოვრებლად თქო უთხარი რომ ვეღარ ვივლი თქო და მე ონლაინ თერაპია არ შემოგთავაზა? არა და სადღაც ერთ კვირაში ქუჩაში შემხვდა ხო მეთქი ჯერ არ წავსულ ვარ ეგეთი кейსები მქონია და ეხლა YouTube-ზე რო დაიდება ესიც ხო კი აი და ისე ანუ საიდან გამომდინარე ეს ამსტერდამში ვიღებთ ჩვენ ამსტერდამში ვართ მე მაინტერესებს ცოტა უფრო ღრმა რა არის შენთვის წითელი ხაზი ადამიანებთან ურთიერთობის ეს აი როგორი ადამიანები არ მოგწონს აი როგორ გექცევიან აი მაგალითად ეს ნაკლებად გოიმური ფრაზირება რას ვერ აპატიებდი საყვარელ ადამიანს ეკუთვეს დაახლოებით ხო მაგრამ საყვარელ ადამიანს არ მოგწონს მაგრამ მე მაგალითად არ მომწონს როცა მე ჭუას მასწავლიან აი რაღაცა აუ იცი რა თათარბერაკი უნდა გააკეთო ცოტა ისეთი ხახვით რომელიც ისე ეკეთდება რომ თათარბერაკი არის ცომი მაწონი და ხახვი ანუ თათარბერაკს ვერანაირად ვერ გააკეთებს სხვანაირად ხო ხტები და ეგეთი ხალხი როცა ჩიტება რომ ავთენტური რეცეპტი როგორც მეცხვარეები აკეთებდნენ ინგუშეთში. ვისთან მეგობრობ თუ გაცრავად? როგორ? ვისთან მეგობრობ? არა, მეგობრებზე არ მაქვს საუბარი. ზოგადად ადამიანები. ქუჩაში ხალხი ეგრე მოდის ჩვენთან, ხო? დაგდეკ თათარბერაკი. მეგასწავლე. თათარბერაკი. და შენ ეგეთი რამე გაქვს აი რაღაცა რომ გაღიზიანებს ადამიანში რომ ჩამოწერილი იქები არა მაქვს მაგრამ მე რა ბოლო რა გაიხსენო რაღაც ხო ნუ ბოლო რაც მახსენდება ალბათ აი ადამიანს რო შეუძლია რომ ყველა საუბრისას ყველგან ყველაფერი თავის თავზე გადაიტანოს რაღაცა აუიცი მეც მქონდა ესეთი რაღაც ან მეც დავემართა ან მე ეგრევე რომ საუბარი სხვა რაღაცაზე გადადის თვითროყობა ეგეთი რაღაცები ვინ გეზიზღება მაგალითად ვინ მეგეზიზღება კი მიდი ვინმე კონკრეტული რო იყოს ანრი ჯოხაძე ნოდარ დუმბაძე რო მაგის გული მოვტყა ჩვენი მთავრობა გელადოსი არა გული ჩვენი მთავრობა უნდა მეთქომეტი არა ჩვენი მთავრობა კი ბატონო ეთქობა შენ რაღაცა არ გაქვს უნარი რომ წარმოიდგინო რა ცუდ მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდე იმის გამო რომ კონკრეტულ ადამიანებს არეუნები უარს რა ანუ იმიტომ რომ შეიძლება 23 წლის რო ხარ ბევრი ისეთი გამოსწორება არ ქონია ცუდი აი მაგალითად წარმოგიდგენთ ვალებში აღმოჩნდი იმის გამო რომ ვიღაცებს უარი ვერ უთხარი ესეთი რამე ქონია ხო აი ყველაზე მეტად მეშინია ვიღაცამ რომ აი ისეთი რაღაცები რო იციან ნათესავი რომ მოდის და სესხი გამომიტანე და ვიღაცამ რომ მითხრას რომ ბინა მაყიდინე სესხი გამომიტანე ანუ უარს ვერ ვეტყვი არ მოხვიდეთ მე ხო ეგეთ მივარჯიშოთ ხო მე მაგათად ეგეთი პრინციპი მაქვს მოხუცებს არ ვაუნები უარს არაფერი ხო ანუ ეს დახმარებაზე არ იყო მარტო ეხა მაგაზე გავამახვილეთ მაგრამ ზოგადად ბებიებს და ბაბუებს რა Oh my god არ უტეხავ თუ რამე უნდა მართლა აი ბოლომდე რა ანუ როდის არ ხოლმე ისეთ შენ არის სიტუაციებში რაცა ბებიებს და ბაბუებს არ უნდა გვიგვირდეს უკაცრავად ვაკეში ცხოვრობს ჩვენი ონისე და შუაშია როგორ მაგ ბინაზე მან მოხუცები ცხოვრობენ პირი გაიცვალე ჩემი აზრით ბიჭო არა ანუ მართლა მაინტერესებს მოხუცებს აი მაგათად რაზე არეუბნები უარს რომ გადამიყვანეს არა პულსაც როცა აი ქაბატონი რაღაც ლიმონს ან რაღაც ჯერ არ მქონია შემთხვევა უბრალოდ ესე ნათქვამი მაქვს ჩემს თავთან რომ მოხუცებს გამოუშვებ მოხუცებს შენთან არა რომ უარი უთხრა პროსტა პონტი არა რო ქუჩაში მოვიდეს მოხუცი რო გეჩიტება აი ხო მიწიდან რო ამოდის ეს როიშლება და ფეხები რომ მოყვება ესე იმიტომ რომ მოხრილია ძალიან მაგას მეც ვერ ვეთქვი უარს მინდა გითხრა რომ მაგალითად აბაშიძეზე არის ერთი ქალბატონი რომელიც პლუს მინუს მოხუცი არის ანუ უკვე მოხუცთან
თითქმის გადასულა, ნუ ჯერ დადის თვითონ უპრობლემოდ, მაგრამ ნუ აი არა ტექსტს ამოვდებ ვარდება. არა, ნუ ცუდად გამოიხურება, ბოდიშს გიხდით, ხო, ნუ მოკლედ. გამოიხურება ის ქალბატონი. ფულს თხოვს. კუჩი, უკაცრავად ხომ არ გაგვდეს რაღაცა ჩემი შვილი ავად, შვილი არ ვიცი, ვინმე ვიღაც არის ავად. ყველა რო ავად. ხო, ნებისმიერი და მე მაქვს უკაცრავად და მე არ მაქვს საფულე და საერთოდ არაფერი არ მაქვს. პირად ნომერს გეტყვით, ჩამირიცხე და გამოვშტერდი. ხო, უნდა ადაპტირდეს ყველა. მიქვირს უბრალოდ რომ იმ დოდოზე გადასულენ, რომ გადასულები არიან, რომ უკვე ანუ უბრალოდ ის ქალი დადის ქუჩაში და უბრალოდ სთხოვს ფულს. ანუ არაფერს არ აკეთებს. ანუ მე რაღაცნაირად ის ქალბატონი მაგალითად ანუ ილეთებს უნდა აკეთებდეს? არა. ლიმონს რო იდის ქუჩაში. კაი, აჰა, შენ 50 ტეტრი. ეხლა წინას ავტოს რო აქ. ეხლა ლესკინკა თითები. ახალი ცეკვა. და თან ამავდროულად მეორეთი სკეიტბორდის ფლიპის გეტები. დრო, რას უნდა აკეთებდეს? აი მაგაზე დაბაში და შენ იმას იმ ტიპებს ხარ, შენ მიჭვეული ესე. აირჩია. დრას ამბობდი? ხო, ნუ იმაზე გამახსენდა რომ აი ქუჩაში რო არიან რომ ღერიან. რომ ღერიან? რო არიან რომ ღერიან და ვიღაცა რო დგას წინ და რომ მოდის ქუდით. რო არ მღერიან, ხო, ბიჭო, იმღერეთ ძმაო. აი, მაგათ ვერ ჩავუვლი რა, ანუ მერიდება რო არ თუ მაგხურდა რო არ ჩავუყარო. ეგეც ხუდით რო დგანან? მე იმათ ხუდით რო დგანან? ხო, რომ მოდიან შენთან. მე იმათ არ უყრებ უსმენა. ჩვენ უეჭველი დაკეცელებულები ქუჩის მომღერლები რო არიან და ანუ პროსტა ქუჩის მომღერლები ხო შეიძლება რომ იყო და რაღაც სიმღერა რო იწყება და ეო და რა ჩვენ უნდა ორი თინეიჯერი გოგროს სუძის სპორტიულს ეს აურა კაი ხმაქვს Oh my god. არა, ჯიო სტარში წადი. არა, იცით რა, მე ადრე ვფიქრობდი, მართლა მეც ძალიან ხდებოდი რაღაც სირცხვილით, როგორ შეიძლება რომ არ დავეხმარო ამ ადამიანს რაღაც და მე რომ მივხვდი რომ ოკეი, ჯერით რომ მე ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებ. ანუ სინამდვილეში მართლა ცოდნის ფონდი არის ვაიმე charity, როგორ არის? ქველმოქმედება. ქველმოქმედების ორგანიზაცია ერთი და მეორე ის რომ მე პირადად რიცხავ რაღაც თანხებს მაგალითად Chartegy ძალიან მიყვარს ეგ Chartegy? No, Chartegy. იცი რას აკეთებენ ხო? ხო, და ანუ ძალიან კარგი რამე და ამაზე ვფიქრობ ხოლმე რომ ოკეი, მე უკვე ჩემი კარგი საქმე რაც მე რა საშუალებაც მაქვს, მე გავაკეთე და ოკეი, ეგ ჩემთვის არ არის. ანუ შებერეთ. ნუ მე მგონი ეგ არის რა. ეგ არის. გაირჩევებია. მადლობა. მადლობა დავითს. აპლოდისმენტები. ეს აიაკები, აი ეს არის აიაკისგან და თუ ვერ ბედავ უარის ხმას დალია და ისე უთხარი უარი ხალხს. და ჩვენი შეკვეტა მოვიდა? ჩვენი შეკვეტა მოვიდა? ჩვენი შეკვეტა მოვიდა? და კურიერი აქ არის? კურიერი უკვე გზაშია. არ არის კურიერი? სად როგორი სიტყვა? ანუ how do you switch it off? რა, გოგო. იტიშება. ანუ ზმაო. რა დაგვიჯდა ძმა ეს? ეს არის ანუ ეს არის 67 ლარის. და ძალიან ძიმე. ძალიან ძიმე. იმენა გარანტირებული ხერხემლის პრობლემები აქვს ორი ნაბიჯის კურიერებს. ნო. აპლიკაციით ტიპის დატოვება შეგვიძლია? კი. იმიტომ რომ ჯიბეზე ფული არ გვაქვს ჩვენ. კი, შეგვიძლია ტიპის დატოვება. ჯანდაბო. აი, ეს საპარსი რატო გამოვიძახეთ? ანასტასია რა. რაღაცას გვინა მიოკებ? პროცეულის სოკი. სოკი, მართლა? სოკი? ეს უკეთრავად ეს ონისესტის, იმიტომ რომ არის დიეტაზე და ხაჭო და უდი მაგრად გაასწრებს. აჰა. მარტო გავაკეთოთ ცივი ყავა, ისე.
ბიჭ თან სტუმარი და თან ცივიყავა, მე ავანჯღრევ რა. ოკეი. კაი. ეს ყველაფერი, მეგობრებო, შეგიძლიათ შეიძინოთ 67 ლარად. ოკეი? და პრომოკოდით თერაპია ამ ყველაფერს შეიძენთ 40 და სოფოტაში დავუკროთ სოფოს. კაიაკი ჭიფსი? ყველაფერი შეგიძლია აიღო მაგიდიდან. კაიაკი კი. ეს აქ უნდა გავხსნა ხო? კარგად. არა. კი, მიკროფონთან რაც შეიძლება ახლოს, რომ გაისმეს. და რაღაცები მიუცეთ. აი ამ მაქს სპონსორი ავიღებ. არა. შენი აბა რა პრობლემა მოიფიქრე? ჩემი წარმატების აღქმა არ შემილია. ანუ აი ვერბალიზაციას ვერ უკეთებ, ან ვერ აღვიქვამ, როცა რაღაცას კარგად ვაკეთებ. შეიძლება სხვა მითხრას, რომ აი ეს კარგად გამოგდის, მაგრამ ანუ არ მჯერა. ხო, ანუ არ მჯერა რა, მგონია რომ აი უბრალოდ ზრდილობის გამო ამბობს. და მე ეგ ძალიან ხელს მიშლის გამბედავი ნაბიჯების გადათქმაში რა. რა საქმიანობ თუ საიდუმლო რა? პროდუქტ ოუნერი ვარ, ციფრულ პროდუქტების მენეჯერი ვარ. ხო. და ძალიან მაგრად გამოგდეს? აბა რა გინდა? არა, ხო, მაგრამ მარტო მაგაში ხო არა, ხო შეიძლება რაღაც აი 26 წლის ვარ, 26 წლის განმავლობაში თუ რაღაც კარგად არ გამომივიდა, ეგ ცალკე პრობლემა არის და შეგვიძლია მაგაზე გადავიდეთ. ხო და რა, კაი, ეგ ხო ის არის თვითმარქვია სინდრომთან ახლოს არის, ხო? ეს ხო. Imposter. ჩემთან რატო აცმობთ? მე რას არ ვარ. არა, ხო. არა, მაგრამ კი, ეგ არის. ეგ არის. ეგ რის გამო ჩდება ხოლმე? ანუ ხო არის მაგაში რაღაც სიმართლის მარცვალი შეიძლება იყოს. არა, შეიძლება რომ იყოს, იმიტომ რომ შენი ვიღაცა ახლობელი შეიძლება რომ ითქვეს რომ მაგალითად მე როცა ბავშვი პატარა ვიყავი, მოკლედ რაღაცებს სულ ვაკეთებდი ცოტა სხვანაირად, ну ცოტა და სულ რაც არ უნდა იყოს, დედაჩემიც ამბობდა რომ ვისგან გაიმეორე ესო. ანუ არასდროს არ ეხო რომ შენ მოიფიქრე ეს. და სულ ეხო რომ ვიღაცასგან გავაკოპირე და სულ რაღაცა გაიმაიმუნე თუ რაღაცა ეგ სიტყვა არსებობს რუსულად რომ მაიმუნები ამას აკეთებენ რომ უყურებ ერთს რასაც აკეთებს და ის მერე იმეორებს ხო და მეც მაქვს ეგ პრობლემა, იმიტომ რომ ხშირად ხალხი შეიძლება ითქვას რომ რაღაცა არის ძალიან კარგი გამოგივიდა და მე არ მჯერა. ვიტომ ამბობენ უბრალოდ უნდათ რომ სასიამოვნო თქვეს და არა რომ ნამდვილად ფიქრობენ მასზე. და ჩემმა თერაპევტმა თქვა რომ მაგალითად თუ კომენტარი არის ან რაღაცა რომ სკრინი გავაკეთო და ცალკე ფოლდერში შევინახო კარგი კომენტარები ან რაღაც ვინმე კარგს რო წერს რაღაცაზე მოკლედ და ხანდახან როცა მაქვს რაღაცა ცუდ ხასიათში ვარ ოთახი გაქვს სადაც ინახავ სკრინებს ხო ჩემს სავანეში მივდივარ შემაწუხოთ კარგი სკრინები უნდა წავიკითხო ანუ იმენა რაში გჭირდება გოგო ეგ? შენი აზრით მე ბრო სკრინების შენახვა რომ გოგო ანუ ცოტა გაოგნებული ვარ. რა მხრივ? ხო, აი, ალბათ თვეში ერთხელ მინიმუმ მაქვს რაღაცა ფიქრი, რომ მე არაფრის ღირსი არა ვარ, ხო, სულ ვიქნები, მხოლოდ გახებენ თუ კიდე შვილი და არა ვიღაცა და ხო, არაფერი. და მე შედიხარ და რაღაც თბილისელების ჟურნალის გარეკანიდან ამოჭრილი. არა, იქ არაფერი. არა, არ ვითვლი, როცა ხალხი წერს, რომ აი მე ანასტასია რა საყვარელი გოგოა. ამას არ ვითვლი, იმიტომ რომ ეს ყველა კომენტარი ეგრეა და იმიტომ რომ ფიქრობ, სინამდვილეში ფიქრობ, რომ ეს საყვარლობა რაც მაქვს ჩემიც არ არის. კახასი არის, იმიტომ რომ მე კახას რაღაცა მიმიკები, რაღაცები მაქვს და ანუ ჩემიც არ არის და ნუ მოკლედ, ხო, სამწუხაროა. და შენ ოდესმე ინახავ შენი რაღაცები. ნუ შენ ვინმე რო კარგს რო აკეთებს ამბობს. კარგი მიმართულებით წახვედი. შენ გაქვს ისეთ შეგრძნება რომ ეხა ეს ხდება იმიტომ რომ ანუ კახაბენდუფიძის შვილი არ ხარ.
არავინ არ იცის. არავინ არ იცის. 26 წლის წინ რა მოხდა, მაგრამ არ გინდა რომ დაიბო გადაცემაში. მოდი გაგიხსნა გინდა? გამიხსნა. რატო ხო და რაღაცის გამო, მაგალითად ამის გამო არის ხალხი ესე, ჩემი მიმართ კეთილგანწყობილი, შენ გაქვს ეგეთი შეგრძნება, რომ იმიტომ რომ რაც რძდილობენები არიან და რაც ამბობენ რომ ეს კარგად გამოგდის, რაც ეს კარგია. ან შეიძლება რომ იმენ მითხრას რომ ეს მაგალითად კარგად გამოგდის, მაგრამ მე ვფიქრობდი რომ ეს რავი საშუალო არის რა. ანუ არაფერი. დინე. უზრდელი ადამიანები არ შეკვედრიან? რატო იმენა? აი საერთი წუთი. ჩინჩინ უნდა გაკეთოთ, ჩინჩინ უნდა გაკეთოთ. ჩინჩინ. და ხომ გიოდი. შენ ექიმს. ეგი თუ ვაფასებთ მარნეულის წნილს. რაღაცა ვერა. აიჩი ცოტა რავი რა, გააფუჭა. რა ვიცი მარნეულო რა გითხრათ აბა. არის ზოგადად. სიამოვნების განტერი. დაიგაიცირია. ძალიან ცუდი. What is wrong with you guys? Oh my god. ორნაბიჯიდან გამოზახებული არ არის ცუდი. ძალიან კარგია. მაგრამ კაია კი. აი. სოპა. ვიც რა გადაცემა. შენ რო ხაჭოდა. ძალიან დიდი იმედები მქონდა ამ გადაცემაზე და აი იმედები შემოხდა. არ გახსნა, გეხვეცები. გავთიშოთ კამერები და ვიქენოთ რა. და სტუმარიც კი ესეთი ვარ რა, რაღაცა მაგარი სტუმარი არ ვარ. ხო, აი ხოდა წავა რა. რაღაცა მე გადარჩენა მინდოდა. აი ზარ გეკუთვნის ზაკაჟენია ზე. აი თევზი და რაღაცები რო ყოფილიყო ვაფშე ასაპირებდი არ ვიცი. არა, ჭამე და მე გავაგზავნე. აი, კი ამშია მართლა. უზრდელი ხალხი ხო შეკვედრია ცხოვრებაში? უზრდელი? კი. კი. აი, ხო ხდები რა. რო არ უნდა თქვას ისეთი რაღაც, რომ საერთოდ ძალიან უტაქტო უზრდელი. ბავშვებზე საუბრობთ? არა. ძირითადად ბავშვები ძალიან უტაქტო და უზრდელები არიან. სიძაბვილეში. ადამიანები ზოგადად არიან უზრდელები ჩემი აზრით. უფრო მეტად ადამიანი ჩემი აზრით ბოროტია და სიკეთეზე ისვენებს. სიკეთეზე რა? ისვენებს. ხო და რადგან ესე არის ანუ აი მაგალითად რას აკეთებ ხოლმე კარგად? აი რომ მე მაგალითად გითხრა რომ აუ საყო, რავი რა მაგარი რაღაც გააკეთე. ხო და ანუ არ ვიცი, მე მგონია რომ ყველაფერს საშუალო დონეზე, აი საშუალო დონეზე ვსრიალებთ ხელმურებით. საშუალო დონეზე ვატარებ ველოსიპედს. რავი, მუშაობითაც მგონია რომ ანუ არაფერი განსაკუთრებული არ არის, რასაც ვაკეთებ ამ ყველაფერში რა. გიყვარს რას აკეთებ? კი. და მინდა რომ აი ეგ მომენტი მქონდეს რომ დავიჯერო რომ აი მართლა ძალიან მაგარი ვარ რასაც ვაკეთებ, იმიტომ რომ მაგრამ აი შენი ბავშვობის ის იყო ოცნება რომ ნუ ეხა ბავშვობაში არ მიოცნებ. არ მიოცნებია რომ ეხა ციფრულ პროდუქტებს დავამენეჯმენტებდი პარემ, მაგრამ და რაზე ოცნებობდი ბავშვობაში? პატარა სუფრაზე რა. ოსმონავტობაზე. ოსმონავტობაზე? აი, კაი რა. აი აბა რა უნდა მეკო ბალერინოზე. აი ხო, მაგათო. მაგათო ისტორია. რა არის სექსიზმია კოსმონავტზე არაო და ბალერინაზე კი ბალერინაზე. საქართველოში რა კოსმონავტების ხოდი უნდა გქონდეს. აბა ბალერინა მდლად. სვანეთის იმაში თვითფრინავში მჭდარ ხარ? არა მე შინესინებელში. ამარა იქ ოცნება იყო, ანუ არ იყო აუცილებელი რომ რაღაც საქართველოს მასშტაბებში გეოცნება. ხო. ჩემი ოცნება იყო რომ ნასაში მინდოდა წასვლა და ფეხბურთელი რა. და ბაღში ვიყავი და ის ქალი იწერდა ამას, ანუ გამოსაშვები ქონდა რაღაცა ბაღის. პირველად მაშინ ვაფასე. ბაღის გამოსაშვები არსებობს? მაშინ დავუკარგე ქალიშვილობა. ხო და ესე პორშეთი მიხვედი ოღონდ პატარა ესეთი პორშეთი ვაკის პარში. მამა ჩემი ატარებ. ხო და მაგათ გვეკითხებოდნენ რა ბავშვებს რომ რა გინდათ რომ გამოხვიდეთ, იმიტომ რომ მე მშობლებისთვის ეთქვათ ეგ და
ვთქვი მეთქი მე მინდა ფეხბურთელი გამოვიდეთ ხო? ეს ქალი რაღაცა ვინც ეს იწერდა ამ რაღაცებს. ესეთი რაღაც გააკეთა თავიდან რომ ანუ ვაუ რა ორიგინალური ხარ bro. მერე ესეთი რაღაც მითხრა რომ და აი წარმოიდგინე რომ არ გამოგივიდა ფეხბურთელობა და ვერ ითამაშე დიდი ხანი, მართლა ვამბობ ამას. რომ ვერ ითამაშე დიდი ხანი, კარიერა დაამთავრე და აი მე რასაკეთებ რა, მეუბნება და მე ვთქვი მე მეთქი ბიზნეს გავხსნი. მითხრა რომ წარმოიდგინე რომ ნუ ხო შეიძლება ყველაფერი მოხდეს ხო? ვერ გახდი წარმატებული ბიზნესმენი. წარმოიდგინე ხო ირაკლი, ესე მეუბნება. მე ვთქვი მეთქი ანუ ცოტა მეჯვია რა, ანუ რაღაცა იმენა წნეხი მაქვს რომ ეხლა რაღაცა ახალი პროფესია უნდა მოვიფიქრო რომ ჩემი ოჯახი ვარჩინო და რაღაც და ბოლოს იქამდე მიმიყვანა რომ ანუ ყველაფრის ცუდი მხარე დამანახა. შეიძლება რომ ფეხბურთელი შეიძლება იყო კარგი ფეხბურთელი არა. ალბათ ტრავმები გექნება ესე მითხრა. ყველაფრის ცუდი მხარე დამანახა. ბოლოს ზოგიზესთან ერთად რო ვერ წაიყვანო გადაცემა მე. ხო და აი ბოლოს დამითანხმა იმაზე რომ მარშრუტკის მძღოლი ყოფილიყო რა. დედას მისავალ. სხვა მშობლებთან ერთად დედა ჩემს მოუწია იმის მოსმენა, რომ სხვები მე მინდა ვიყო კოსმონავტი, ანუ რაღაც აცხადებდნენ ეგრე, რომ უნდა იყოს კოსმონავტი რაღაცა ვიღაცა. ირაკლი ჯაბუას უნდა იყოს ფეხბურთელი და მარშრუტკის მძღოლი და დედა ჩემს გული წაუღდა ეს რაღაც დაიჭირეს და მეთქი რატო გამიკეთე ეგეთი რა. მე რასაშინელება. ანუ მე ხო ხდები ცხოვრებისგან მოლოდინები არ მქონია რა, მაინც და მაინც რომ ვიცოდი მარშრუტკის მძღოლი იყო ჩემი მაქსიმუმი. 5-6 წლის ასაკში. შენ რო გინდოდა რომ კოსმონავტი ყოფილიყავი, შეიძლება ეხა რო გაიზარდე და ეს რაღაც რო ხარ რა. რაღაცა ციფრული პროდუქტების მენეჯერი ხო, მაგას შეიძლება. ეხაც გინდა კოსმოსში გაფრენა? გავფრინდებოდი. გაფრინდებოდი რა. იცი რა მაინტერესებს და რა მოგწონდა კოსმოსში მოკლედ რომ ეგ გინდოდა რომ გამოვიდე. აი რაღაც თავგადასავლეთ მეჩვენებოდა, რაღაც ახალის აღმოჩენა. ძალიან ისე ყო რა, აი რაღაც სრულიად ახალი იყო და ისეთი შემეცნება მარტო ეს რაც კითხვით. ანუ ცოტა უსამართლო კითხვა არის, რა გაინტერესებდა კოსმოსში? არა, ნუ რაღაც რა იყო ის რაც მოგწონდა რომ სინამდვილეში მგონი რომ ნებისმიერ 50+ ადამიანს როს კითხოთ შენ რასაკეთ, ანუ როს კითხოთ რა იცით ციფრულ რაღაცა პროდუქტებზე, ალბათ კოსმოსზე რაღაცა იპიკრებდა, ანუ მიმხრივ რომ შენ რო გინდოდა რომ სრულიად ახალი რაღაცების გაკეთება, ეგ რაღაც ნაწილად გამოგივიდა რა? არა. ანუ წეგან პასუხში ის გამოიკვეთა რომ უნდა ძალიან რომ თავგადასავლებით სავსე ცხოვრება ქონოდა. ხო გინდა მე თავგადასავლებით. ეხლა რაღაცებს აკეთებ ხოლმე მაგისტრის ცხოვრებაში. ეს რაღაც მიდიხარ მაგალითად ცოტა ფულით, აი რაღაც $100 მიდიხარ ყაზბეგში. სადმე. ხო, ვცდილობ რომ რაღაც თავგადასავლები შევქმნა ჩემს მეგობრებთან ერთად. ხო და მეგობრებთან ერთად რო არ ცადო. მარტო ცადო? მარტო ცადე ხო, იმიტომ რომ კოსმოსში მარტოც მიცდია, აი რა solo travelings. და აი როგორ გიგზნია მაგროს თავი. ძალიან კარგად. ხო, ანუ რო ჩამოსულხარ ქონია, შეგრძნება რომ აი მე გავაკეთე ეს. კი. ხო და ანუ ვიღაცას მე მოუყევი და არავის არ ჯეროდა. არა, შენ იმაში ხარ კარგი. სხვა რაღაცაში ხო და აი სხვას რომ მოუყევი ეგ რა. სხვას რომ მოუყევი ეგ, იმათ ხო გითხრეს რომ ვაუ რა მაგარია. შენ მაგდროს რა იფიქრე რომ ალბათ ესენიც გააკეთებდნენ ეგეთ რაღაცას, მაგრამ იმ პონჩი. ხო, არა, ეგ არ მახსოვდა სხვათა შორის, მაგრამ აი solo traveling-ის დროს მართლა მქონდა ეგ შეგრძნება რომ ვაუ რა მაგარ რაღაცას ვაკეთებ. ხო, ძლიერი ხარ. ხო. და ანუ როცა მე სხვებმა გითხრეს, ეჭვი არ შეიტანა იმაში რა. ხო და მე ვფიქრობ რომ კარგია რომ რაღაც კომფორტი გაქვს სამსახურის ხრივ, იმის ხრივ, ამის ხრივ, მაგრამ ზოგადად მე მგონია რომ რაღაცებს თუ არც ის ცხოვრებაში მე ძალიან ცუდად იქნები, იფიქრებ რომ აი რატომ არ ვცადე, მე შეიძლება პიროვნულად ძალიან შეიცვალო რა. ამიტომ ჯობია რომ
იმით რაც გაქვს, კი ბატონო, ოფილდები და გვჭირდება ყველას რაღაცა ხელფასი, შემოსავალი და რაღაცები, მაგრამ ოცნებას თუ შეწყვეტ, ანუ თუნდაც ამ მოგზაურობის, რაღაცა კოსმოსში წასვლის და ასე შემდეგ, ანუ პარალელურ რაღაცები რო აკეთო, მე მგონია, ბევრად უფრო ბედნიერი იქნები, შენი თავის, ასე ვთქვათ, პატივისცემა ცუდი სიტყვა, დაფასება. მეტად უფრო დაგიბრუნდება და სხვა ადამიანების ნათქვამ, ვაუ, რა კარგი ხარშიც, აღარ შეიტან, იმას რა ქვია, ეჭვს. მე მგონია, არ ვიცი. არა. და კიდე იცი რა მგონია, რომ უმეტეს რაღაცას, რასაც გავაკეთებთ ყველა ჩვენგანი ცხოვრებაში, მგონია, რომ საშუალო დონეზე გამოგვივა. და არა უშავს მაგას. ხო. ანუ რატომ ვაკეთებდე ყველაფერს 100%-ით თესლად? პირიქით. ცოტა საშუალო დონეზე იქამდე სადამდეც მჭირდება ჩემი ჭიის გახარებისთვის, მაგრამ ოდესღაც იპოვე იმ ერთ რაღაცას, რასაც და იკაიფერა. მაგიტო ვარ მესამეჯერ ორსულად. და ეგ ცოტა არის უკვე. ეგ ყველაზე კარგად გამომდის ეგ და რა ვქნა? ანუ ჯერჯერობით მე მართლა ვიპოვე ის რაღაც რა ხელ ახალს რო ამბობ ვეუბნები რომ მე მომწონს ორსულობა, მე მომწონს მშვიდობა, ანუ რაღაცა რო ავამტყოპი ვარ. ესე გონიათ. ანუ მე არ მგონია. ხო არა, შენ შეიძლება რომ არა, ძირითადად ეგ არის რეაქცია, რომ ნამდვილად? კომენტარებში გიწერენ ხოლმე თუ მაგრამ ვინ რას წერს? მე ანასტასია რასაყვარელია, ანუ დაწერეთ რომ რა ყლეკალა, რაღაცა, მე #raklekala Anastassia. შეიძლება შენ იქ მარო კითხულობს ამ რასაყვარელია Anastassia, რასაყვარელია, რაღაცა ფიქრობს. იჯერებს მერე და მოდი ერთი ბავშვი სხვა. ერთი ბავშვი მინდა გითხრა რომ ანუ სამი ბავშვი თუ მეყოლება მეოთხეზეც აუცილებელია მგონი. ო, 10 ბავშვი რა. არა, მე არ მომწონს სამი რაღაც უცნაურია, რატო სამი, ანუ 4. რატო არა 14? რატო არა 14 ხო ესეთი კარგი რიცხვია. 14 ისი რომელი რიცხვია? 14 თეცი ხდი დღეში ორი ნაბიჯის აპლიკაციით. და დამატებით არაფერს მეგობრებო, პრომოკოდით თერაპია, ქართულად თერაპია, მიიღებთ 10%-იან ფასდაკლებას კიტრის წინაზე და ხაჭოზე. არ ვიცი, მე მგონი ცოტა რაღაც. კი, არა, ძალიან გაიყო. ძალიან მადლობა. მადლობა შენ ჩვენი სტუმარი. მადლობა. აი, მოდი ორი ადამიანია, მაშინ დავარჩიოთ. მიდი ონისა შენ არჩიე. ცოტა ხნით. აუ იმენა ვის ურჩევდი წეგან რომ ადამიანს უნდა უთხრა უარიდან. აი ერთად გინდა შენ ერთად. არა შენ მარტო შენ იწევ ხელს. სკამი შენს უკან არ იწევს ხელს. შენ ხო თეთრი რო გაცვია ულაშები. ორივე ერთად რო გამოხვიდეთ გინდათ? 27 წლის. შენ bro, ანუ იმენა შენ, იმენა აი ხო შენ. კი, ულაში ცოტა ესეთი თმა. შენ გინდა ვიღაცა არ გინდა წყვილში? თუ გინდა ვაფშე მოიცა შენ შენ დაგემატები. შენ მარტო ხარ? არა, შენ შეყვარებული ყავს? და რა პრობლემა აქვს? ოკეი, მოდი. შენ ყავს? არა უშავს, it's okay. დღეს კი ხვალ ვინიც. რა? მოდი. ანუ ერთად რო გამოვიყენეთ, მოსა სალცალკე პრობლემებს ვერ გავიგებთ. გამარჯობა. აი, შეიძლება რიგრიგობით ილაპარაკონ. დიახ. ანასტასია რა? მინდა რომ მოგილოცო ბავშვის ამბავი რა. ძალიან მარტივი ხო? ანუ უბრალოდ კარგ დროს გავატარე. როგორ შეძელი? მადლობა. არა, ტოპ. მართლა არ მჯერე რომ ვარ ორსულად და მაგიტო. ლუდი, მეგობრებო. მე არ მჯეროდა პირველად თქვენ მეგონა რომ ხუმრობდი. არა. პატარა შის. კაი, ბიჭო, იმ კაიაკს მოაშორე. რა. შოკოლადს. დაგვიფარა ამ წნილებმა იქით აქ ამერაში. კაიაკი შევერაფერი. კი.
მე მაქვს ორი პრობლემა და თუ პირველ პრობლემას მომიგვარებთ, მე გაიგებთ მეორის შესახებ. ეს ჯინი გამოვიდა, რომელი ბოთლიდან ხარ. რატო გახდა ესეთი თამაში, რომ ჩვენ გვაინტერესებს? დავაი. ახალი პრობლემა. პირველი მიმოაგვარებს. მე 1 2 3 ჩემი პრობლემა ჩემ პრობლემებზე საუბარი ზოგადად რა. მართლა ეგაა პრობლემა? მართლა ეგ არის პრობლემა, რომ ჩემ პრობლემებზე ვერასდროს ვერ ვლაპარაკობ. და ყოველთვის ვთვლობ, რომ მარტო რა შენ პრობლემებზე ვერასდროს ვერ ვლაპარაკობ. ეკო პრობლემაა. ეს თუ შენ პრობლემებზე ვერასდროს ვერ ვლაპარაკობ პრობლემას. ანუ ხო ხვდები რომ ხა ძალიან არადამაჯერებელი. არა, პრობლემა თუ აღიქონს იმას, რომ თავის პრობლემებზე ვერასდროს ვერ ვლაპარაკობს, მაშინ ხო, არადამაჯერებელია ხო, სასიკაცის თვალწინა მოხვედი. პრობლემებზე ვერ ვლაპარაკობ, პრობლემა. შენ თვითონ ხვდები, რომ ეგ პრობლემაა. პრობლემური ტიპი ხარ. და რაღაცნაირად გამოდიხარ და მაგაზე ვლაპარაკობ. თუ ვერ მიხვდებოდი იმას, რომ პრობლემა იყო, რაღაც ანუ პრობლემა არ აღიქონდი და ვერც ილაპარაკებდი, გამოდიოდა რომ პრობლემა ნამდვილ პრობლემებზე პრობლემა ჯუმად რა არის შენი პრობლემა? გონი არ გაქვს პრობლემა უბრალოდ. არა არსებობს ეგ სანამ ეს მოვიფიქრე შენი პრობლემა. ბარე მოფიქრებული მაქვს და ხო, ორი პრობლემა მაქვს რა. კაცრა შენ მარიამი 24 წლის. შენ? არჩილი 20 წლის. ოპა, არჩილი 20 წლის. მოკლედ, ერთი წელია სადღაც კალორიებს ვითვლი და საჭმლის სიამოვნებას ვეღარ ვიღებ. ოკეი. და მეორე პრობლემა აქვე, ერთადერთი რაღაცა, რისგანაც სიამოვნებას ვიღებ, არის შოპინგი. შოპინგი. აუ, ძალიან ცუდია. ამ ხელფასი რომერიცხება? საჭმელზე შოპინგობ ხოლმე, მე რა ეცოდი. სამ დღეში არა, ტანსაცმელი. ოღონ არ აქვს მნიშვნელობა, ნასკი იყოს, მაგრა დასწორებს რა. 10,000 ნასკს ვიყიდი და მაგრამ ისწორდება. საჭმელზე შოპინგზე არ გიფიქრია ესე რამე ისეთი აპლიკაციით, რომელიც ყველაფრის კალორიებს უყურებ და უყიდულობ რძეს და ხო. ოკეი. კალორიებს მე დავანისეს ვიტყვით ერთმანეთის კალორიებს. მაგრამ მე 10 კილო დავიკელი. მირეკას დავონი. ეხლა ჭამ სამ პამენტ. აიჟანი დამიწვალე რა. აი. ეგრე წარ ხოლმე ჩემ შეყვარებულს რომ მეთქი კაი მიზარება და ცოტა мотиваცია რომ ამიმაღლო, მიდი შენ დამითვალე და თქვენ არ ხმარობ Gemini-ს უკაცრავად? აპლიკაცია მაქვს. ხო, ანუ მე AI-ს ხმარობ. ის მომენტია რომ რაღაცა საჭმოს წონი და ისე ვლოგავ რა აპლიკაციაში და ეს აწონვის მომენტი იმდანად მეზარება ხოლმე. ოკეი. რომ ანუ მირჩევნია არ ავწონო და მივწერო ჩემ შეყვარებულს რომ შენი აზრით რამდენი კალორია? გამოიცნო რომ გამოიცნო. არა, იქ უბრალოდ ფოტოს იღებ და წერ რამდენი კალორია ამაში. ხო, მაგრამ ეგ არ არის და ზუსტი რა. ისწრებს ხოლმე შენი შეყვარებული კალორიებს? კი, ისიც ითვლის და ოკეი. რამე ის არის მწვნელიან რაღაც მეწევრათნელი. ჯიუ-ჯიტსუს ჯიუ-ჯიტსერი. სულს არაფერს არ ვაპირებდი ისედაც რომ. ეხლა რომ გავდივართ იქით და გისები რომ გავშტო შევხოლეს. Tap out. გონდა მესამე პრობლემაც არის რომ კიდე სნაიპერია. ჩემზე ტესტავს ხოლმე რა რაღაცას. აუ ეხლა მაგარი დახრჩობა ვისწავლე და მოდი დავტესტოთ. კაი, აღარ მოგვიყვება. ეგ მაგაზე ალბათ ფსიქოლოგთან უნდა ვილაპარაკო. მაგრამ აი რა ვქნა რომ შოპინგი ანუ იმენა აღარ მინდა მე არ მინდა არ შლაპარაკე. მე რა უნდა გაბრაზდეს ახლა მე არა ძალიან კეთილია. იმენა არა კეთილია არ არის ეგეთი რა. არა კეთილია მე იმ კავკასიურ ნაგაზეც მე უნდა მოდნე. გამომაჭამა ყველაფერი. რამე აი შეჯიბრად რო გადააქციოთ ვინ უფრო სწრაფად დაითulis თავის კალორიას და ვინ უფრო სწრაფად დაიკლებს მოგებულმა უნდა დაახჯოს მეორე მითი ილეთიდან რაღაც როგორ ვინ უფრო მალე დაიკლებს რა მე ერთ კვირაში 500 გრამი დავიგებ ხო აი ეგ ჯობია არა მართლა მაგარია ეგ რაღაც მომენტში мотиваციას მაძლევს რა ოკეი და ვინ იგებს ახლა აუ ჩემი შეყვარებული და მე შენ მიდიხარ და ნასკებს ყიდულობ პაზემკაში ხო? მე მივდივარ და ой, ზაციცალი ამიწონეთ. პატარა ზომაში არ ვყიდულობ რა? აი, პატარა ზომაში არ ვყიდულობ რა, მეთქი აი, ხა ერთ კვირაში ჩავეტევი ამ შარვალში. მაგრამ არ მუშაობს ეგრე რა. ხო და იმას იაზრებ რომ ეს ძალიან გრძელი პროცესია ხო? სხვა ანუ კი, ვიცი. ანუ რაღაცა თუნდაც 3 კილოს დაკარო გინდა ერთ 3 კილოს. ვამაყობ ჩემი თავით, რომ არაჯანსაღად არ უდგები რა, ვარჯიშობ და
ეგ ძალიან დიდი პლუსია. ეგ ძალიან დიდი პლუსია. ეგ მამშვიდებს მარტო და შოპინგი. და ხო, კაი, ოკეი. არა, მინდოდა მეკითხა, როცა შენ რაღაცებს იყურება ეს ბიჭი. ხო, არჩილი ხო, ცოტა გვეშინია, ხო. რისი გვეშინია? არჩი მოყევი ძმა. შენ რა გადაგუშავე, გადადი პირდაპირ მეორე პრობლემაზე. მართლა მეორე პრობლემაზე გადადი. არა, გადადი. მოდი, იქნებ მეც ვისაუბროთ. არა, მე მგონი ნახე, ანუ რისი თქვა მინდოდა იცი, შეიძლება აქ რომ ამოვედი ვთქვი, რომ რაღაცა პრობლემა მაქვს და მაწუხებს, მაგრამ ანუ ძალიან ბევრი ბრძოლა არა შიგნით, როცა ამას ვაკეთებ. და ეგ ხო პრობლემა ბრძოლა შიგნით, როცა რაღაცას აკეთებ ხალხის თვალწინ. არა მხოლოდ. ანუ ნიშნულობა არ აქვს დიდად. მეგობრებთან ერთად, ანუ თუ რაღაცა მაწუხებს და უნდა გავაზიარო, რათა მათი და ვერაზიარებ. არა, ვაზიარებ, მაგრამ ძალიან დიდი ბრძოლის შედეგად რა. მთვალი როცა ხარ? იგივეა. მართლა? ძალიან მთვალი არ ყოფილხარ ხო ალბათ ჯერ? არ მახსოვს. არც ვერ მახსოვს პრობლემა რა არის. ბიჭო, ანუ ვერ აზიარებს თავს, შიგნით აქვს გულის ტკივილი რა. რაღაცეებზე გული ტკივა და ვერ ამბობს. ოკეი, მოდი ვთქვათ სფერო. რა სფეროში გაქვს პრობლემა? ხო. ეს შეიძლება იყოს სამსახური, ეს შეიძლება იყოს ოჯახი, ეს შეიძლება იყოს ურთიერთობა, ეს შეიძლება იყოს შენ. უფრო მესთან არის კავშირში რა. ვისთან? მესთან ანუ შენთან. შენ თავში არ ხარ ჩამოყალიბებული. შენ თავთან არ ხარ ჩამოყალიბებული რაღაცეებზე. შენ თავი მოგწონს? კი. აქ არა უნდა გებასუხარო, ეს გადაცემა გაგზავნეს. არჩი, რას აკეთებ შენ? რას აკეთებ? აი მეორე პრობლემა ზუსტად მაგას ეხებოდა რა. ოკეი. რაღაცა ენერგეტიკულად არაფერს არ აკეთებ. არა, ვაკეთებ ბევრ ამას და ბევრი რამე გამომდის ძალიან კარგად. ვაუ. და მინდა რომ ანუ იცი რა არის მაგაში პრობლემა? რაღაცა ერთს რო ვაკეთებ ძალიან ხშირად. მე სხვა რაღაცების კეთებაც მინდა რა და ანუ დრო არ არის მაგისთვის საკმარისი და რაღაცა მგონია რომ ვიღაცამ წამზომი ჩართო ჩემი ცხოვრების და აი მანდ უნდა ჩავატიო ყველაფერი რა შემიძლია, მაგრამ თან ერთ საქმეში პროფესიონალი უნდა ვიყო რომ შემოსავალიც მქონდეს კარგი და ის რა საქმეში გაქვს? აი ხარ motion designer-ი. მაგრამ ძალიან მიყვარს რავი, ცეკვაც, ცურვაც. ბალიშებით, ჩხუბიც. ეგეთი რაღაცები თქვი ხა. motion designer-ი რო ხარ, კი ბატონო, ფული მესმის და აი ცეკვაც და ცურვაც ყველაზე ხარ რა. ხო, აი ხო ხდები რა. ძალიან მიყვარს კიდე აი ესე რო ვიფხან ხოლმე ჩხუბს. რავი, ხა მაქინა ფული როგორ გავაკეთო, ეგ არის ფული. ხო და ანუ აი შენც ის პრობლემა გაქვს რა. და რა იყო შენი ოცნება ისე არჩევ? ჩემი ოცნება 5 წელი. სიმღერა რო შემძლებოდა ეგ მინდოდა ყოველთვის. სიმღერა რო შეგიძლებოდა, ეხლა შეგიძლია. არ შემიძლია სიმღერა. აი ნახე სიმღერა რო შემეძლოს. მოდი რა ვცადოთ რა. გინდა ერთად ვცადოთ? მიდი. რა ვიმღეროთ? ანუ ძალიან ცოტა დავლია ამ ყველაფრისთვის. და მეც ვერ დავლევ. ანუ მასე ცეკვა და ცურვაც გამოგდის, მაგრამ მაინც არ აკეთებ მაგას და სიმღერა რა შეცვლიდა. დრო არა, მაგრამ ისმოთ ერთმანეთს? წერა ხო თქვა. და ჩემი ერთი პრობლემაა რომ მგონია რომ რაღაც ყველა ადამიანს შემიძლია უშველო. და მგონია რომ ეხლა შემიძლია უშველო. აბა მიდი. აბა წადე მარიამ. წავედი აქედან. მარიამ დაჯეკი. ვიყავ ადგილს ვერ წაგართმევ. ყველას თავისი ადგილი აქვს აქ რა. მეც მასე ვერ ვდები ჩემთან. ეს იმის შვილი არის. მე და შენ რო ქურდების ვიდეოებს უყურებთ ხოლმე. რუსთაველი. ბარსელონაში რა. რუსთაველი. აქ ყველას თავისი ადგილი აქვს. კაიაკი. ხო და ანუ უბრალოდ უნდა ადგილი და რაღაცა გააკეთო რა. რა მნიშვნელობა აქვს ვირას ფიქრებს? ესე ხა ეს არის. აუ რა. ეგრე რო ფიქრობს. არა თვითონ რო ფიქრობს სულ რაღაცებს მაგაშია პრობლემა. ხო აი ზუსტად მადლობა შენ რას იფიქრებ? ხო ვერ ეთქო მაგას ადამიანს. არა როგორ ანუ ეგ არის ის რა ქვია ანუ რაღაცა რო გინდა უნდა გააკეთო. აი გამოსვლა რო უნდა და ანუ ორზე რატო დათანხმდა როცა შეიძლება რომ მარტო გამოსულიყო რა. ხო. და უბრალოდ არჩევანი იყო. ვერ გადადგანა ბიჭი რა. კი. ვერ გარისკა.
რაღაც background song-ები ჩაერთო. ახლა იათოფურია bro. არა, მარტო გამოსვლას დავთანხმდი. არჩილ. შარში ხარ ორად? არ გინდოდა ეს ყველაფერი. არჩილ, კაი, იმისთვის არ ამოსულა შვიდი რომ დაჯმო და მეორე სტუმრისგან ჩემი აზრით. უბრალოდ ჩემი აზრია, რუსი აუდიტორიას არ შეიძლება აქვს, მაგრამ ანუ არჩილ bro, ანუ რას ფიქრობ, ყლეზე მკიდია, просто გააკეთე, ოკეი? მაგის მოსასმენად არ ამგონია. რაღაცას რო გააკეთებ, მე და სიამოვნებას ვიღებ მაგას. მაგას ვიძახ. არ მართლა პროსტ უნდა გააკეთო რაღაცა რო გინდა და სიამოვნებას მიიღებ მე, შეიძლება თავიდან რო ზართული იყოს. სკეპლა შემოიტანეთ და შეიძლება. ანასტასიას ყმაჩო. არა, უბრალოდ, იცი რა, არა, მე მესმის ეგრჩევ, უბრალოდ ძალიან რთულია ხშირად, იმიტომ რომ შენ ფიქრობ, რომ აი მოვკვდები ამას რო გააკეთებ. ანუ აი მართლა რაღაცა იმედენად არა. ხო, მე ამითი ვამხნარებ. ჩემი აზრით არ ვიცი. რამდენიმეს ვიცნობ. მაშინ თუ არ დარწმუნებული რომ მამენ ტიპი კიტრის ნილს ჭამდა და მაშინ მოკვდა, იმიტომ რომ გადაცდა. ბევრი რამისგან შეიძლება რომ მოკვდე. კი, კარალიო კით მოკვდა ჩემი ახლობელი. ავე ძალიან შალია და მესმის რაღაც პონჩი ყლაპავანო. სიმშრალე კლავს. ხო, რა. აი აკი. გაისვენე პირი როცა კარალიოქს ჭამ. კაიაკი. აღარასდროს იქნები მშრალი. არა მე მშრალი. სინამდვილეში მე ასე ვამშვიდებდი ჩემ თავს, რომ მე მაგალითად მე ძალიან მეშინო და გამოცდები, აი რაღაცნაირად იმდენად მეშინო, რომ მე ვფიქრობდი, რომ ნუ ალბათ მოვკვდები დღეს. ან ხვალ როცა უკვე არის ეს გამოცდა. იმიტომ რომ ნუ აი შეუძლებელი იყო, არ ვიცი რატო. მაგაზე გამახსენდა, რომ რამდენიმე დღის წინ ბოდიში ვიცი რომ ორ სულ ქალს არ აწყვეტინებენ, არა? Whatever. ვალიდი ხوارა ვარ. სემპათიუს. და გამოცდაზე მართვის მოწმობის 53 წლის კაცს დაარტყა გული. იმიტომ რომ მართვის მოწმობის ჩამბარებლები არიან ყველაზე ცუდი ხალხი. რატო რა მოხდა? ბიჭო, არ მოგისმენია ძალიან ბევრი ისტორია რა ნაბოზრები არიან. კი, მაგრამ აქ რა მოხდა, ეგ მაინტერესებს. რავი, ეტყობა რაღაც გახედა და იმას გულმა დაარტყა. ანუ ხო, მაგრამ ეგ ანუ არ თქვა რომ მაშინ ნუ იღებ მართვის მოწმობას. თუ გვერდზე ტიპი ვინც გამოსცას იბარებს, ესე გამოხედავს. ხო, მართლა არ ამგონი რომ ეს მისი ბრალია. ანუ მე მინდა რომ ანასტასია რომ ბიჭო, რატო შეიძლება რომ გამოცდაზე შეიძლება მოუკვდე? ადამიანი მოუკვდა, იმიტომ რომ ამ ხელა სტრესში ატარებენ და არ ღირს არც ერთი გამოცდა ამ ხელა სტრესად ხალხი. ანუ არაფერი არ ქნა რა ზოგადად ცხოვრებაში. იმიტომ რომ შეიძლება გულმა დაგარდეს. არა, ეგრე არა. მართვის მოწმობა. გაჩერდი ახლა რა საკა 20 წლის არის შეიძლება დაგიჯეროს. ნახე შენ რა ისე გამოიყურებ რომ აი მინდა დაგიჯერო რამეში. მაგრამ ვერ მიჯერებ. სხვადასხვა მშობიარობაზე მასე ვიფიქრე, ანუ ხო, ანუ ეხლა უკვე 21 საუკუნეში ვარ და ანუ ხალხი ყველა ადამიანი ვინც აქ არის, ვინც იცნობ, ასე აღმოჩნდა მსოფლიოში. რა სხვა გზა არ არსებობს. რაღაც ანუ literally no. ხო, ეგეც. ამით ვამშვიდებ ჩემ თავს, რომ ანუ, ოკეი, ყველა გაიარა ეს გზა და არავინ არ მოკვდა. ანუ ჩვენ თუ გაქვს ოცნება, რომ იმპერო უხსნი 20 წლის არჩილს როგორ უნდა დაიბადოს? როგორ უნდა დაიბადოს და ანუ როგორ უნდა დაიბადოს? ანუ შენ თუ გინდა შენი რჩევა. My God. არ მივხვდები თქვა უნდა და ანუ ხო, შენ თუ სიმღერა გინდა, ნო ხო არის. არჩილ მაგის დედა მოგია. გინდა რომ გადავკვიდო ერთმანეთს. ეს ორსულ ქალს ჩამოვიდო. სხვათა შორის მსმენია რომ სიმღერა ისეთი სკილია რომ სწავლა შეგიძლია. კი, მეც მსმენია, მაგრამ bro, просто გააკეთე ანუ, ოკეი? იმღერეთ მაშინ ერთად. ვიდი ვიმღერო. მიეცი ადამიანს мотиваცია და იმღერე. ანუ კაი მე. All you need is love. Na 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 na. All you need is love. Da 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 da. All you need is love. Love. Love is all you need. Bravo, bravo. Დავა, ეხა იცეკო არჩე. ადეკ, დავა, ყველა ერთად. და წყალი მოიტანე, ჭიქი წყალი მოიტანე, არჩილი ხაც ურავს.
მოიცედა მარიამს შენ ამ ნეიტრის ხარ 24-ის ვაიმე არავინ არაფერი აი კაცები არ უსმენ მოკლედ და მარიამ იცი რა მაინტერესებს შენ როგორ გზნოვ თავს როცა ყიდულობ რაღაცებს მაგ დღეს ბედნიერი ვარ აი უზომოდ და უკან რო დააბრუნო ჰო არა მართლა მეორე დღეს მინდა ახლის ჩაცმა მაგრამ შენ თუ პატრა ზომის ყიდულობ როგორ რაში რას ეგ 1-2 ჯერ მოხდა და გავაჩუქე მე რა მეც მაქვს ეს პრობლემა და ზარიდან ვყიდულობ ძალიან ბევრ რამეს ზარი წერტილი ჯი ჩვენი ახალი სპონსორი არა ოღონდ მართლა ძალიან ბევრ რამეს ვყიდულობ და მე ნუ აი ნახევარი დასაბრუნებელია აუ მაგრამ იცი რა არის ძალიან მიყვარს მეორადებში სიარული რა მეორადებში ხო ჰუმანა ხო კი ჰუმანა ძალიან მაგარია აი ლარად ისეთ მაგარ რაღაცებს იყიდი რა ხო ძალიან კარგად მესმის შენი ამბავი სპორტული ზედა ქვედა მაგალითად ჯიმისთვის რომელშიც 200 ლარს იხდი და იქ ლარად არის ხო 3 ლარად 4 ლარად 5 ლარად მე არიცი და მე ვარწმუნებ ჩემ თავს რომ ნუ over consumption-ი კი არის მაგრამ მეორად ვყიდულობ არაფერი არ ფუჭდება მაგით პირიქით კარგი ადამიანი ვარ რომ მეორად ხო და რატო არის ეგ პრობლემა ნახე შენ თვითონ ამბობ რა ანუ გარდაებში არ ეტევა და მე ერთხელ ჩავიწვა და გავაჩუქებ რა 20 რაღაცას რო იყიდი გააჩუქე შენ უბრალოდ გეზარება რომ გაყიდო მე რომ შენ შეგიძლია გაყიდო ისე 5 ლარად 3 ლარად რაღაცებს გონია რომ აი ჩემი გაყიდული ვისრათ უნდა შენი გაყიდული ვისრათ უნდა ესე გონია მაგრამ შენ თუ ყიდულობ ეგეთ რაღაცას ანუ ხო ეგეთ ხალხიც არის მე ვარჩევ ხოლმე რა ვიყიდე აი ეხლა შეგიძლია დავუკავშირო ამისგან მე არ ვიყიდი პოზიშვილი რა ეს ვინ არის აუ არა და რა კაი ჯინსია პროსტა ამისგან არ ვიყიდი აი წარმოიდგინე სხვათა შორის რომ შენ გინდა მაგალითად რამე რაღაცა ძალიან cool რამე და ადამიანი ყიდის ნუ cool არ ვიცი ოკეი კულას არ გასპონსორებ კულად შეიძლება რაღაც ძალიან მაგარი რამე გინდა რომ იყიდო მაგრამ ხედავ რომ იმ marketplace-ის ფოტოზე უკან არის რაღაცა 41-ის ბანერი ან რაღაცა ეგეთი და იყიდი არა ხო ბევრი ბიზნესია ეგეთი არა სადღაც რომ უკან სადღაც ჩანს რომ აი თუ ჯვავს ვიღაცა ამ ბანერზე ამ სარეკლამო პოსტერში დავფიქრდები თან თუ მშობიარობს მოგვისეს მე დაგპატიჟებ გინდა ჩემ მშობიარობაზე მოსწორებით არის სიაში წერებით თუ არა მაგრამ შენ დაგპატიჟებ ბაზარი არა ის ლოჟა მინდა რა ლოჟა პირდაპირ და რედბულები რო იყოს რომ გავგიჟდეთ ამ ციფრებს სიცოცხლეს ქმნის აუ სხვათა შორის ჩემი ანუ მე რადგან წყალში ვიმშობიარე ჩემი მეუღლისთვის რაღაცა მოვამზადე თანსაცმელი და ნუ რომ იყოს მზად რაღაცა ჩემი მე აი აკვალანგიდი როგორ გაყიდე ბევრი რამე გაყიდე შენი საჭმელს რა გაეცი ყველაფერი გაყიდვაზე არ არის რა უბრალოდ არაფერი არის ეტულა არ დაიცვალო რა ანუ ის რა არის შენ უკვე იცი ჯერჯერობით რა თქმა უნდა მე პრობლემა სიამოვნებას ვეღარ ვიღებ რა რა სიამოვნებას რა ყველაფერი შეგიძლია უბრალოდ ცოტა ის ანუ იცი იაპონური პრინციპია რომ უნდა ჭამო 70% დანაყრებამდე და აუ ეხლა მაგაზე უნდა იცვალოს ეგ 68%-ზე ვარ. ვოცებ რისი გეშინია ესე გა კონკრეტულად? ანუ ობობების ფობია მაქვს მაგალითად ეგ. მაგას ანუ როგორ შვის გულისხმობ? ანუ აი ობობების რისი გაკეთება? რისი გაკეთების ხო? ნუ რავი ხა ბევრი რაღაცის გაკეთების მეშინია ეგრე. ხო. აი რამის გეშინია რომ წარუმატებელი იქნებ ცხოვრების ბოლომდე. არა, მაგის არ მეშინია. აი რა არავის არ ეყარები მაგალითად ცხოვრების ბოლომდე. ის ეგ შეიძლება. აი მაგის გეშინია ცოტა. საიდან მოდის ეს შიში რომ შეიძლება ვინმეს არ უყვარდე? ანუ შენ შეტანე ხა ეგ შიში. აქედან მიდის ადამიანი ტრამვირებული ხიჭო.
ავტობუსში აჯდება და აუ მე დედა ჩემს დაურეკა. ხო უყვარ ვარ. თავდაჯერებით. რო აღარ ჯერა. მე მგონი ანასტასია მომცა ძალიან სწორი რჩევა რომ რაღაც ეგეთი რაღაცების ხშირად თუ გავაკეთებ მე გადავეჩვევი მალე რომ შიში გაქრება ნელ-ნელა რა. რა რჩევა მიეცი? მოიცა? დრო არ მოკვდები. ეგ შემოგხსა რომ არ მოკვდები? აი შინაარსით არის ზუსტად ერთ და იგივე. ოკეი. შენ რჩევა მოგეცით, კაი. რომ არ მოკვდები. მაგარი რჩევა. მე ამით ვამშვიდებ თავს. არ მოკვდები. ანუ არის რა უნდა მოხდეს? შენი რჩევა იყო ეგ ზოგადად. კი, აი, ამის ზუსტად რჩევა ეგ იყო. ხარ? ხო არ მოკვდები. ვინ მომკვდა რა მაგის გამო? წადი და გააკეთე. აი მისი რჩევა იყო. თუ მოკვდები სტატისტიკის ნაწილი იქნება უბრალოდ. არაფერი არ მოხდება. ხო ოცნებობდი ყოველთვის რომ სტატისტიკა. კარგია რომ კაი და შენ რა უნდა გირჩიოთ? რო გავყიდო რამე აპლიკაცია გადმოწერე, სადაც დაითვლი ხოლმე რაღაცეებს. მაქვს. და დაზოგე მეტი პოლი 2 და 2 ნაბიჯის აპლიკაციით. იმიტომ რომ სულ რაღაცა 14 დღეში გამოდის ეგ. -10% კოდი თერაპია. კაი. დიახ. ხო, ანუ სხვა რაღაცები დაითვალე რა, ჩოტკი იყიდე. ან კრიალოსანი და ის დაითვალე ხოლმე კალორიების დათვლას. ანუ მობეზრდა თვლა. ხო. რისთვის უნდა კიდე დათვლოს რაღაცა სხვა. მოკლედ, მე თვითონ გადავჭერი რა. არ მობეზრდა ის რომ საჭმელს სიამოვნებას არ იღებს, იმიტომ რომ ითვლის კალორიებს. ამიტომ იყიდე ჩოტკი. დომინოს დასასრული ჩოტკი? დომინოს დასასრული ჩოტკი. მანდ ვერ ვიმახსოვრებ რა არის რა, ის 5 10. ისწავლე რა არის და 15. რა არის? აი ხო მითხარი თვეში ერთხელ რამე ისწავლეო, შენ ერთი თვე შეგიძლია დავუთმო ჩოტკის სწავლა. გაიგე შენ. არჩილი. All you need is love. Love is all you need.